არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. წერს მზია ამაღლობელი მათ, ვინც თვეზე მეტია მის ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავს. 38 დღის შემდეგ ჟურნალისტი შიმშილობას წყვეტს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მათაც, ვინც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად თავადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 18 თებერვალს მზია ამაღლობელის წერილი საზოგადოებას ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ გააცნო. ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვეტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. მე მადლობა მინდა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც მე პირადად ძალიან გამაძლიერა იმისთვის, რომ უფრო მეტად, უფრო ძლიერად, უფრო ხმამაღლა ვიბრძოლოთ მისი და ჩვენი თავისუფლებისთვის. მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება. მან ახლა კვების აღდგენის რთული პროცესი უნდა გაიაროს. ექიმი განმარტავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებო შიმშილობის შეწყვეტის პირველი 2 დღეა. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რაც გამოიწვევს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ, კლინიკა ამისთვის მზად არის. 18 თებერვალს მზია ამაღლობელი ადვოკატმაც მოინახულა. ჟურნალისტის უფლებადამცველები ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ არა მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ადვოკატებმა 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე დაღრდნობით მიმართეს. პატიმრობის არანაირი გარემოება არ არსებობს რეალურად წინასწარ პატიმრობაში დატოვების და საქმე ახლა არის ქუთაისის სასამართლოში, საგამოძიებო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ამაზე და შეუძლია ამ საგამოძიებო კოლეგიას რომ არ ჩაეწეროს კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილების რიგში და გააუქმოს პატიმრობა. 72 საათიანი ვადა კვირის შუადღის საათებიდან დაიწყო და წესით ხვალ უნდა იყოს მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. შიმშილობ სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. წერდა პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ჟურნალისტი მხარდამჭერებს. მზია ამაღლობელის დაკავების დღიდან ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები არ წყდება თბილისსა და ბათუმში. მის გათავისუფლებას ითხოვენ კოლეგები, მხარდამჭერები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, ქართული და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციები.